გამარჯობათ ხალხო. ის ვიდეო ჯერ არ ატვირთულა რატომღაც YouTube-ს არ უნდა სწრაფად აიტვირთოს ვიდეო. ჭურჭელი დავრეცხე და არ ვიცი წყალს ისეთი აი იცი როგორ მაქვს გაღებული შემოსასვლელი კრანი თვალებმა გაწუწული და მეორე თვალები. ოდნავ მაქვს გადატრიალებული, აი ოდნავ თითქმის არც გახსნი და ისეთი ნაპორი აქვს რომ ძალიან დაუკელი ხარ რომ ფიზიკურად ვერ ანუ ეგ ასხავდა და ეხა იქიდან ძალიან დაუკელი არ და წყალი მჭირდება. დავრეცხე ყველაფერი მორჩი. აჯაბ სანდალი მქონდა და განვაახლი აჯაბ სანდალი, ცოტა ტომატი, ბუყავი, იმიტომ რომ წინაზე ტომატია, პომიდორი არ მქონდა და ეხლა ბუყავი და მწვანილები ასე რომ ახალი კერძი გავაკეთე. გაზიც გავხეხე, შემიძლია თამამად გამოვიდე გარეთ. აკლები გავიდა. და აი რაც მაღიზიანებს ახლა განახებთ რა არის, შეხედეთ პლოშატკის ქვეშ რა ამბებია, სარეცხი, ეხლა უნდა ვკითხო. მაგი და საუთობელი, რა ვიცი, წილებს ახლა ვერსად ვერ წავიყვან. სხვა გზა არ არის. ხო და აი ეს ყველაფერი მინდა რომ დავალაგო ისე რომ ჯერ ისედაც მაღლერას გავს იმ რემონტის გამო და რაღაცა ყველაფერი გარეთ არის და ფიზიკურად აქაც კომფორტულად ვეღარ ვზივარ, იმიტომ რომ ყველაფერი აქ ჩამოვიტანე და თუ არ ავალაგე, ანუ აზრი მაინც ხმოვე უნდა ავალაგო და მეჩვენე ცოტა დროზე გავაკეთე. ეხლა ჰამაკი იქნება, რა თქმა უნდა. საერცხს ჩამოხსნი და რა ვიცი, რა ზედმეტობები თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ აი მინდა ორი მომესწრო ხალხო. ჯერ არ მომყვებიან ამაზე რომ ეს ხო და ეხლა ჩამოხსნი, ჩავალაგებ. რავი დასვისავ. ხაცეთ მინდა დავალაგო, რომ ცოტა კომფორტული იყოს, მაგრამ ყვავილებიც მაქვს იქ. რა იყო, რა ხდება? ნუ მოკლედ. აბა როგორ მოვახერხებ ამის დალაგებას? დაკვირდით როგორია? ნახოთ რას ვიზავთ, არ ვიცი, მაგრამ ნახოთ. ცოცხი დანაგვის ასაღები ხوار დაგინახიეთ. ვეძებ რამდენი ხანი. გარეთ ეზოში არსად არ არის, იქ უნდა იყოს. მაღლა ოთახში ვიყავი. სადაც რემონტი გვაქვს. ხო და ნახე არ არის, მაგრამ კიდევ დავიდე და ვნახო. ეს ადგილი მინდა დავასუფთავო. ეს გამოგაუბარებ რა მოუწყე. რომ ეს ყვავილები სადგამი უნდა გადამოვიტანო. ნახე აქ რა დღეში მაქვს ქავრობა. პატარა ქოთნებში რაც იყო დიდებში გადამაქ რაღაცეები, რაც აი ჯანდაჯან ვახარები თომ და ვერც იხარა და რაღაცა ყვავილი მაგეებს. მოკლედ გადატანა მაქვს იმების და ამის გადატანა მინდა აქეთ. რა მოვიფიქრიცი? ეს ჰამაკი ხო აკიდია. და წვიმაში ყოველთვის აქ ასე გამოვწევ ხოლმე თოკით და იქ ვაბავრო არ დასვენდეს. ხო და აქ რომ მივაბა ერთი და მეორე აი კუთხეში რა ქვია აი ეს რკინარუას კაი და ესე კუთხეში იყოს ხო მაგარი იქნება ანუ არ დასვენდება რა და რაღაცა სიმყუდროებისაც არ გავაკეთებ მაგიერ სკამის გადმოტანას აქ ვაპირებ რა სივრცე მოვაცარიელო რა აი ეს საგიჟე და ქაჯობა აღარ მინდა ხო და წავით ხა ცოცხი ვიპოვოთ თუ ვიპოვეთ აი ეს თუთისხე პატარა ქოთანში იყო ხანი თუთისხეს ვეძახი ჯერ არ გაყვავებულა იმედი მაქვს მალე გაყვავდება აი ამ პაწა წინაში მედგა და ნახე რა მხელა არასდროს არ გაყვავებულა მაგრამ ვიცი რომ ლამაზი ყვავილი აქვს წესით მაგრამ თვითონ ვიზუალურად ძალიან მომწონს ეხა ამას ცოტა წყალი ჩამოიწუროს და მაღლა ავიტან რომ ქარმა არ გამიფუჭოს მარტო მაგას დავალაგებ და დავავრთო დღეს სხვა არც არ გავაკეთებ ეხა მაგრად დამცხა მაგრამ აი თავს ვიმშვიდებ იმით რომ შენ შემოგევლოს დედა შემოცხოვრებ გადავიპოვე არ შეხვიდე შენ შიგნით ხო და
ან ხო ვიცი რომ უნდა ვიბანაო და მაგის გამო არა უშავს. მე დაბლავალაგე ბარბარე მაღლა. არა ვიყავი ოთახში. და ვერ ვნახე თითქოს და. კაი მეორეთად შემოვილი თუ არა და რა ვისად არის. ეხლა განახოთ რა ხდება. ჯერ ჩავიცვათ ფეხზე. აი ეს დაშპაკულა გააკეთა გუშინ სულ მთლიანი კედელი და ნახეთ აი ეს იყო სულ ჩავარდნილი და უბრალოდ ჩატეხეს რა დამპალი იყო სინესტისგან და გაამაგრა გუშინეს ადგილი იქ ღრიჭოები და რაღაცები ხო იყო იქ პლინტუსის და ის და სეტკები ჩადო და ისე ამოლეს. ასაც გაიშკურკება და დამთავრდა. ხო, ცოცხლს ვეძებდი. კაი. წერანში მოვიდი. აქამდე მოვიდი, ნახეთ. აქ მოვიდი. აქ არ არის? აქაც არის, აქ დავდექი. გავიხედა სადმე ხედავ ცოცხლს. აი ხო შეიძლება ცოტა ერთი ნაბიჯი გადმოდგა. რემონტის სუნია. დედის წყაროები მომწონს ბევრ ადგილას არის. წავიღოთ ხა ეს. ჯერ ცოცხი გავიტანოთ და მე გავიტანოთ ფეხსაცმელები. აი, აქ რა მაქვს. მარინე ნახე აქ რა მაქვს. ძირები ისინი ხა ხო შეხედავთ და ნახე რას გავს რომ გამხმარი ფოთლები, მაგრამ ამ ფოთლებს აქვს ცოცხალი ბოლქვები. ღმერთო ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება აქ რომ მწვანე ღეროს დავინახავ. იმიტომ ზუსტად ვიცი რომ ესენი ცოცხლებია და ესე იგი ამას ეს ამბავი მოუვიდა ოქტომბრის ბოლოს. რამის უკვე სექტემბერი, რამის ახლა მალე ოქტომბერი. 11 თვეა ყვავილის აყვავებას არა. სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობ და იმხელა იმდენი იმიდან აი ამ 4-ს აქვს ბოლქვი. ღმერთო და ერთი სული მაქვს ხოლმე მეყიდა ეს ყვავილი. მაგრამ აი ზუსტად იმ ყვავილის გამოცოცხლება სულ სხვა არის. აქ რომ მე მწვანე ღეროს დავინახავ, აი არ ვიცი, პირველი რასაც ვიტყვი თქვენ გახარეთ. ეს არის ზემიოკულკასი. საყვარელი ეს. აქედან რაღაცები წავიღე გადასარგავად, აქ დანარჩენებს მე მგონი გადარგვა არ სჭირდებათ. ესე. დამცხა ხალხნო. პლასტები. დედა. და. ეს თიურა ხო შეიძლება ავიღო. მაგ ეგეთი. სადა მაგ აიღეთ ხო არ გემეხوارო. ეგ რა არის საერთოდ? გავითავ. რა არის ეგ თქო? ბლაში. ბლაში მქონია ხალხო და არ ვიცოდი. ბლაში სად ისმევა? აი მე როგორი ბუნგალია. საცვენების დასარეცხი მაქვს. არა უშავ მანან ნენელა გახვალ. ბოლოში არის დადო, არის ნერვი, რომ თავადაც ცოცხი ვიპოვეთ. აი მე აკლემო. ეხა მოვიდე მანდ. ჩქარა სანამ ლამაზი ხარ. გაიქეცი, არ წაიქცე ოღონელა. ავრეცხავ ხა და რაღაცა სხვა ეტაპზე მოვალკიდე თქვენთან. იმედი უკვე დასრულებულ შემოგთავაზებთ. აი მე ოღონდ გადაყრას არ არა თქმა უნდა რამეზე დავკიდებ და განახებთ რა მე. იმიტომ ხო იცით ეგენი მე მიყვარს. რა კარგად დავჭიქი. საგიჟეა. მცირე ეტაპზე ვარ. უკვე მილაგების, ანუ შავი საქმე არ მოხერხ.
საშინელება ხდები. ნახეთ. აი ეს გადავდგე, ეს არის ძალიან ერთადერთხელ გამიყვავდა, რაც მაქვს. ვარსკვლავი როა ძალიან საზღარისუნი რო აქვს იმყავით, მაგრამ მასეთი სილამაზე მეჯერ არაფერი არ მინახე. გადავდგე ახალ ქოთანში, იმედია გამოცოცხლდება და გამიყვავდება. ეს რაღაცა დიდუბედურობაში მედგა და გადმოვიტანე. ანუ მაქსიმალურად ვეცადე რომ შემეცოთ მასა ქოთნების დამეპატარავებინა რომ ზამთარში რომ შევიტან ადვილად დავაბინაო ოჯახში. ეს სუროსავით არის ან მაღლა რო შეგიძლია მიამაგრო და გვირგვინივით დავახვირე დავადე. ეს ჩემი თუთა და ესეც არ ვიცი ამ ყვავილს რა ქვია. გადავჭერი ეს ყვავილი რომ მეთქი გაყვავდეს ვაიმე დედა. ასე იყო ზუსტად და არა იქ სიმაღლეში წავით. ქოთანი გამოუცვალი ამასაც პატარა ყვითელ ქოთანში მქონდა. ამას დავამატე კიდე. მოიცადე ეს უნდა დავდო იქ. ხო ეს კალანხოი აქ შევაბრძანე. ცოტა ხანი გაკაჩავს, თავები დავაჭერი, რადგან ყვავილობა დაიწყოს ისევ. ეხლა რა მინდა? ისიც დასაბინავებელი მაგ გადავდგე დიდ ქოთანში. არ ვიცი ამას რა ქვია. აი ეს უნდა გავაცალკეო, ესეც დიდი უნდა გაიზარდოს წესით და ამ ქოთანში დავტოვებ, მაგრამ ნახევარ გადავიტან ამაში. რა ცოტა სიმაღლე მიეცეს, ანუ არ ყოფნის რა, თორე ძალიან მომწონს. მე ხო იცით ესეთები ძალიან მიყვარს. ხო და აი კაქტუსებიც უნდა გადავიტანო ერთ პატარა ქოთანში. და მე всё მოვხვეტავ. ნაგავში გავიტან, საუთოებელს მაღლა ავაბრძანებ, გავწმენდა ოღონდ. რას გავს? და საუთოებელი გამიფუჭდა ხალხო ალაგ-ალაგ მშვიდობაში ნახეთ. ეს რანაირად იმედი არ დაიკეცებ. ცოტა ხანს გაკაჩოს ახალს ვიყიდი ახალი ოთახისთვის. ეს გადავაკეთებ. რა ვიცი, კაი ვიზუალი აქ შეიძლება შემოვადგეს. ნაგავი მაქვს ოხრად გასატანი. ოკეი, ვითომ არაფერი პლოშადკის ქვეშ დალაგებას რა უნდა, მაგრამ როცა გაუბედურებ და ყველაფერს აქ დაყრი, უნდა კი არა რომელია. ესე იგი, ზედმეტი არის ხა ეს ავიტან მაღლა პლოშადკაზე, რომ იქ გაუსუფთავო ფეხები. იცი რა საფიქრობ ხა იმ მაგიდას და სკამებზე? აქ დავტოვო მეთქი და მე ხო მიყვარს ისა ზოგადად რაღაცების ცვლილება რა. ვფიქრობ გადავიტან იქ და ამ პატარა მერხს და მაიშენ ნაჩუქარ მერხს და სკამს გადმოვიტან აქ ყვავილების გვერდზე რომ ყავაზე მე დავჯდე ხოლმე თქვენთან ერთად და ძვირფასად ვილაპარაკო. მამარდასაც ადგილ შეუცვლი ალბათ, როდემდე უნდა ეკიდოს ეგრე. ხო, ერთ სიტყვით ესე ჩაგადბარებთ ხოლმე შიგადახში აჩოტებს. ნახოთ მეორე ჩართვამდე როგორ მოვალ და რა სტადიაში ვიქნები. ხო, ამ წიწილა სხვა გზა არ არის, უბრალოდ აქედან ცოტა აქეთ კარების ხარეს კაი გადმოვიტან, რომ მაგათ ყურადღება უნდა და იქით ვერსად ვერ გავიყვან რა, იმიტომ რომ ინდაური შეიძლება ამობრუნდეს. ზურგზეც ემა ხოლმე და ვერ სწორდება და ყურადღება უნდა, ამიტომ მინდა არ მინდა ეკუთი უნდა აქ იყოს. ბავშვების სიცოცხლიდან გამომდინარე. ხო დედა, ხო. და ამას აუცილებლად იქ დავკიდებ, სადაც თქვი და ვნახოთ როგორი გამოვა. ისე რომ წვიმაში შეგიძლია თუ ძალიან იქიდან არ იქნება და არ შემოასხავს, წვიმაში შეგიძლია დაჯდე და ფაიმე ღმერთო მე მგონი მყუდრო ადგილს ვიწყო. მანანა, აბე, მიდი, კაი. მაცდენთ. ვერ ვიყურები ისეთი ბინძური სათვალე იგეთია. წამოდით შორიდან დაგანახებთ რა გავაკეთე. ანუ გავედი ბოლოში მორჩი რა. ეხლა მე გავწმენდავ მაგიდას დაუდგავ და შეხედეთ. ანუ მე ეს არ იქნება ეს ყუთი რა წიწილების და მამარდაც იყოს ჯერჯერობით მან. აი ერთ სული მაქვს. წინ წეღანა აქედან დაგანახეთ. ჯერ არ ეთყობა კიდე იმიტომ სკამები აქად და ეს თეთრი სკამი აღარ ვარ გავიტან იქით. ამ სკამებს დავაბინავებ. აქ უნდა დავდო მაგიდას. და ეხლა აი აქედან უნდა მოუხსნა ეს ჰამაკი და გადავკიდო აი აქ. ანუ ესე კუთხეში, აი ესე კუთხეში გაიკიდება. დანარჩენი მორჩი. ეხლა განახებთ ყვავილებს, ყველაფერი დავაბინავე. ამტვერია.
მოკლედ ხო აი ეს უფრო კარგად აღიქვათ ეს ორი სკამი აქ დანარჩენი არაფერი ხო ესეც უნდა ავიღო თელი უიამას გავრეცხავ და ისე დავდებ აქ ყვავილებთან მაქვს ხოლმე მოკლედ ეს კუთხე ყველა ძალიან მომწონს ეს ხო განახეთ წეღან გადმოვიტანე და აქ მექნება ეს ორი ლამაზმანი ეს სურო ეს დავშალე ეხლა ნახეთ ეს ჩემია ჯერ ამას არავის ვჩუქნი ესეც ჩემია ანუ იცი რატო გავშალე იმ ქოთანში ამდენი რო იყო ანუ არაძლევდა საშუალებას რომ მაღალი გაზრდილიყო მაგრამ საკმაოდ მაღლები უნდა იყოს ეს და თან ძალიან ლამაზი იქნება ეს არ ვიცი მე გავაჩუქებ სავარაუდოდ ორი ძირია პაწაწინები და აქ სამი ძირია პაწაწინები გაიზარდოს ჯერ მოჯანიანდეს და აუცილებლად გავაჩუქებ უბრალოდ ამდიდებს ვიტოვებ მე ეს ხო განახეთ და კაქტუსები რაღაცეები ანუ აიქჩა ესე ძალიან მომწონს გაფანტულად იყო ალაგ-ალაგ და ნახეთ როგორ ჩავდე და ესე ძალიან საყვარლობა არის ძალიან ლამაზია ეს სულ ასე იქნება რა ანუ თუ რაღაცა გაიზრდება მოვაცლი ანუ არ მივცემ გაზრდის საშუალებას იმიტომ რომ მე რო იღლარძება რაღაცნაირად ახლა ჭუჭყენი ხელი დავათე ეს ერთი ჩემ თანამშრომელს უნდა მივცე გიას და ეს კიდე თამთას ჩემს უფროს უყვართ ყვავილები და მოკლედ ეს გადავრგე ცოტა დიდები აქაც მაქვს ეს არის ეთულისი ეთული ბაბოსია ეს ძალიან ბევრი ძირი ქონდა ძალიან და ეს არის ინგამამიდასი ესენი უკვე გასაჩუქებელი всё ეხლა ანუ ნახეთ აქ უნდა ეკიდოს ამას მოუხსნი და აი აქ უნდა გაუკეთო აი აქ სადღაცას არ ვიცი სად მაგრამ სადღაცას გავუკეთებ ხო და ამოცანა გვეკითხება რომ ეს ყველაფერი იქიდან ისე უნდა მოხსნათ რომ ეს ბავშვები არ უნდა დავაღვიძოთ ეს ლამაზმანები ვაიმე ეს რომ მიყვარს ჩემი პანდა და ჩემი პატარა ბუერა დედას სიხარულებო გაიღვიძე ბიჭო გაიღვიძე თორეჟე გჭა ჩემი ტკბილები აი ეს აქ მოკლედ ეგრე რა მოდი ახლა გადავკიდებ და საბოლოო იმასაც განახებ ეხლა ძალიან ეწმეპარება რომ აი ეს მაგიდა ხო არ შეუშლის თქო რა და ამისთვის უნდა გადავკიდოთ ეს კონციალებიც ეს ნავიტანო ეს კონციალებით დავტოვე ცოტა იქით გავწიე და იყოს შვენიერია უხდება ეგენი სავარაუდოდ მუდამ ჟამს იქნება მოდი ახლა გადავიტანოთ ეს ალასობაში მამიდამ დამირეკა და დრო მოვიგებეთ და საჭმელი ვჭამდე მოვჩი ხალხნო გავედი ბოლოში ჩამოვწიე ის და საერთოდ არ უშლის შეხედე საერთოდ არ უშლის ეგ კი არა იქით ხრიდანაც შეგიძლია მაგიდასთან დაჯდე ან ყავადალიო რაღაცა და აქედან ხო საერთოდ ვაიმე კინაღებში ჩავჭეკი და აქედან უფრო ადვილად ავლენ ეს პატარა ვაიმე ჩემი ცხოვრების შავი მოწუკი ხარ დედას სიცოცხლე ვაი მე ჩემი ბუერა ხალხნო ეს და არაფერი არ მითხრათ ეს დედას სიცოცხლეა სერიოზული ბიჭი არის ბუერა არის პატარა აბრეჟუმის ბეწვით დაჭიქი დედი ვინ მამა ძაღლმა აგაყენოს მაგეთს ო კაი ადექი აი ვაიმე რა კარგია ხახან ძალიან კარგია ესე მიტრიალდები ბუნება არ არის მაგრამ მაიას სახლი ხო ჩანს ხედით და აქეთ რომ მოტრიალდები ან ყავას დალევა რაღაცას ნუ მოკლედ დავამთავრე ადგომა მიჭირს ხო ეხა იმასაც სკამებსაც დავაბინავებ უყურეთ და დამთავრდა ოპას პრინციპი ეს სკამი არ არის აქ სამისო ეს არის აქ ოთახის სკამი არ მაგ ხოლმე გარეთ გამოტანილი ასე всё დამთავრდა
აი ესეც ესე ხალხნო. შვენიერი სისუფთავია. ამიდა მირეკავს ისევ სავარაუდოდ. პასუხე მანამდე აუ ესა დავდო. მინდა რომ ესეც აქიდოს სადმე. აიცა? ეხლა მამით მოვდივარ. აი? ასე. ეს აქრა რისცარი ეთყობოდეს. თან შეიძლება უხდება. აი აქ ხვალე დავლიოთ ან საღამოს. აი აქ ნახე როგორი ის არის კუთხე მამრდას ფეხები კი ჩანს, მაგრამ მაინც. ასე. წავედი ხა დაგებშტობები, მამიდას გადაურეკავ და ხო ის გადავიტანოთ. და გავიტანოთ, დავამთავროთ დღის ჭუჭყიანი საქმე ესე რომ თქვათ რა. იმიტომ რომ მართლა ინძური საქმე იყო. და ყველაზე ძალიან მაგარი იყო, იცი რა, ყვავილებიც რო გადმოვიტანი და მე ყვავილების გადარგვა ძალიან მიყვარს მიწასთან ის ურთიერთობა. მართალია ნახე, ხა არ ვიცი რამდენად აღიქვას ფჩხილებს განახე. საშინელად მაქვს. მაგრამ არა უშავ. მოკლედ დალაგებული აივნის ფონზე გებშტობებით. აბა ხედა აბა ხო, წაველი მე ბუნკერთან.